როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები იმისგან, რომ დემორალიზებულები, მანიპულაციის მსხვერპლი, ზარმაცები და უმადურები გახდნენ, რომ არ სძულდათ არასწორი რამეები და არ უყვარდათ გიჟური რაღაცები, მაგალითად სოციალისტები. უბრალოდ შეხედათ ამ გოგოს. იცით, არ გინდათ, რომ თქვენი შვილი ასეთი იყოს, ხომ ასეა? ძულს კაპიტალიზმი, ძულს ტრამპი და მისი მთელი ადმინისტრაცია. ძულს ისრაელის სახელმწიფო და ნეთანიაჰუ, ის ცისფერთვალება დემონი, ერიკა კირკი და მისი მთელი საქმე. ძულს მილიარდერები და ტრილიონერები. რატომ გვაქვს ტრილიონერი, როცა ხალხი შიმშილით კვდება? ჩვენ ტრილიონერი აღარ გვყავს. ის აღარ არის ტრილიონერი. ეს უბრალოდ გვერდითი შენიშვნაა. ჩვენ გვაქვს რესურსები, რომ ძალიან მარტივი ცხოვრება გქონდეს. და რა? და ძულს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ძულს ხელოვნური ინტელექტი, ძულს კორპორაციები, ძულს ეს ყველაფერი. ხალხი ნაკლებისთვისაც აჯანყებულა. რას ვაკეთებთ? გეტყვი რას ვაკეთებთ. შენ ებმები ონლაინ სტილის მანიპულაციის ყველა ტაქტიკაში, რას გულისხმობ, ყველა მათგანი ახსენე. არ გინდა ტრილიონერები, გინდა სოციალიზმი, გძულს ისრაელი, გძულს ერიკა კუკი, გძულს ტრამპი, არ გჯერა ხელოვნური ინტელექტის. პირდაპირ ყველაფერი, რაც ამერიკისა და დასავლეთის მტრებს ეხმარება და ხელს უწყობს, ამ გოგომ დაიჯერა. და არა მხოლოდ დაიჯერა ეს ყველაფერი, არამედ ჩივის კიდეც, რომ ცხოვრება ძალიან რთულია და ყველაფერი მარტივი უნდა იყოს, მაშინ როცა აშკარად მისი ცხოვრება წარმოუდგენლად მარტივია, რადგან დღევანდელ სამყაროში ცხოვრობს. და 300 წლით უკანომ გადაგვეყვანა. მაშინ მიხვდებოდა სინამდვილეში რამდენად რთული იყო ცხოვრება. და მაინც ეს არის ახალი ფენომენი. ასე გამოიყურებიან ბავშვები დღეს. უმადურები, ყველაფერზე ჩივიან. ისე ადვილად ექცევიან ონლაინ კამპანიების გავლენის ქვეშ, რომლებიც კონკრეტულ თეზისებს აწვდიან, რომელთა შესახებაც არაფერი იციან. რა თქმა უნდა, ის არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ ამ ტრილიონერმა ასობით ათასი ადამიანი ბევრად უფრო მდიდარი გახადა და სწორედ ასე მუშაობს ეკონომიკა. არა, ის ავრცელებს სოციალისტურ იდეოლოგიას და მხოლოდ წუწუნებს და ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. ეს ქალი აშკარად არასტაბილურია. მას უწევს უკანა პლანზე გასვლა. შემდეგ ბრუნდება. ის იმდენად გაბრაზებულია და აღელვებული, რომ სიტყვით ვერ დგას ერთ ადგილზე. მას უწევს გაქცევა, ხელების ქნება. მინდა ვთქვა, რომ ამ ახალგაზრდები და ზოგიერთა რაღაც ნამდვილად სერიოზულად არ არის რიგზე. თუ მის პროფილს დავაკვირდებით, აი ეს არის ის და მას აქვს მასობრივი ინდოქტრინაციის ყველა კლასიკური ნიშანი. ბიოში პალესტინის დროშა აქვს. თუ მის პროფილს მობილურით ნახავთ, დაინახავთ, რომ ბიოში სასურველი ნაცვალსახელებიც აქვს დამატებული. სიურპრიზია. ეს პირდაპირ ასეა. როცა ვიღაცას ამას ხედავს, ზუსტად იცი, რომ დაბალი ინტელექტისაა. ეს ყველაზე მარტივი დაბალი ინტელექტის ტესტია. ან ისლამისტური ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ან იმ სულელ მემარცხენეებში შედიან, რომლებიც ისლამისტების მანიპულაციებს წამოეგნენ. დაბალი ინტელექტის ადამიანები. ან ისინი, ვინც რაღაც მიზეზით ამ დაბალი ინტელექტის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, იცი, ებრაელების სიძულვილის თემაში, რაც ასევე მოსაწყენი და დამღლელია. ყველა მათგანი ერთსა და იმავე კატეგორიაში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებულად გამოიყურებიან. მათ მარტივად მანიპულირებენ. და გულწრფელად რომ გითხრა, როცა ამას ვხედავ, ან თუ დეიდემს იყენებენ. ვფიქრობ დაბალი ინტელექტი. მაგრამ ჩვენ აქ ვართ, რომ ვისაუბროთ იმაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა ჩვენი შვილები ასეთები არ გახდნენ და გლენ ბექს ბევრობრი პასუხი აქვს ამაზე. ამას უყურებთ. სხვათა შორის მოგესალმებით პუშბექში, მე მეია ქეი ვარ, თქვენი წამყვანი. არ დაგავიწყდეთ გამოწერის გლახზე დაჯერა, რომ გავავრცელოთ ეს. მალე ძალიან საინტერესო განცხადება გვექნება, ასე რომ ყურადღებით იყავით. ეხლა თქვენ მოძრაობის ნაწილი ხართ. მოძრაობის, რომელიც ეწინააღმდეგება სიგიჟეს და განსაკუთრებით მედიის მანიპულაციას, რომელიც როგორც ჩანს, სულ უფრო მეტ სულელ ადამიანზე მოქმედებს. ეს უნდა შევცვალოთ. როცა ინდივიდს ესაუბრები, განსაკუთრებით კი შენ შვილს და ვერ სვამ უბრალო კითხვას, ვერ ეუბნები. ნახე, ვიცი, გონია რომ მე დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე ან რამე მსგავსზე გადაგიბირებ. თითქოს მინდა კონსერვატივად გაქციო. ასე არ არის. უბრალოდ მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვა, რადგან შენგან ხშირად მესმის სოციალიზმზე საუბარი. ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს გონიათ სოციალიზმი კარგი რამეა, ნიშნავს, რომ ისინი იმდენად დაშორებულები არიან იმ ისტორიისგან, რასაც წარსული გვასწავლის და იმისგან, თუ როგორი იყო მსოფლიო სოციალისტური იდეოლოგიების დროს. მაგრამ დღეს მშობლები უზარმაზად დაბნეულობაში არიან, რადგან როგორც ჩანს, ასაკთან ერთად ადამიანების უმეტესობას თუ იღლიაში თმა არ ამოსვლია, თუ ინის უჯრედები ემატება და უკეთესმით რა ხდება რეალურად მსოფლიოში. და სწორედ ამიტომ, რაც უფრო ასაკში შედიხარ, მით უფრო მემარჯვენეებს აძლევ ხმას, რადგან ინტელექტუალური შესაძლებლობები გაქვს და ასევე შენ არ გაგიტაცეს პროპაგანდამ დაბადებიდანვე. შენ გაიზარდე სამყაროში, სადაც კი მედია მანიპულაციური იყო, მაგრამ ეს გაზეთებით ხდებოდა და არა ონლაინ ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადით. ეს უბრალოდ ინდოქტრინაციას ახდენდა ისევ და ისევ. და ძალიან ბევრი მშობელი აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში, სადაც მათ ნამდვილად არ აქვთ წარმოდგენა, როგორ ესაუბრონ. შეშლილი ბავშვი, რომელიც საშიშამეებს იჯერებს, ხმას აძლევს საშიშამეებს და ეს ნათელია როგორც დღე. ამიტომ უბრალოდ მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. და თუ იგრძნობთ, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, უბრალოდ წამით შევისვენოთ, რაღაცაზე ვიცინოთ და მერე დავბრუნდეთ ამაზე საუბარში. იმიტომ რომ
აი ამას გთავაზობს ის რომ მშობლებმა გააკეთონ. დაჯდნენ შვილებთან და უთხრან: "მოდი ვისაუბროთ." მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვა. თუ საუბარი არაკომფორტული გახდება, უბრალოდ ვეცადოთ რომ განწყობა მსუბუქი შევინარჩუნოთ. კარგი? არ ცდილობ არაფერში დაგარწმუნო. უბრალოდ მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვა. გეტყვი რატო არის ეს მნიშვნელოვანი, რადგან უნდა გააცნობიერო რომ თუ შენი შვილი უჭერს მხარს აბსოლუტურ იდეოლოგიებს, ეს ნიშნავს რომ ის ინდოქტრინირებულია. ანუ ფაქტობრივად იდეოლოგიური სექტის წევრია. ეს შეიძლება გადაჭარბებულად და შემაშფოთებლად ჟღერდეს, მაგრამ ეს ნიშნავს რომ ისინი ონლაინ манипуляციის ტაქტიკებს ებმებიან. წარმოიდგინე რომ ეს манипуляციის ტაქტიკები ოფლაინშიც არსებობს და ისინი ძალიან ერთგულები არიან იმ იდეების, რომლებმაც მათზე ზეგავლენა მოახდინეს. ეს ნიშნავს რომ თუ შენ მიხვიდე და სცადო დაარწმუნო რომ ისინი ცდებიან და შენ მართალი ხარ, ეს არ იმუშავებს. ისინი იმდენად ღრმად არიან ინდოქტრინირებულები. მაგრამ შეიძლება სწორად დასმული კითხვებით შეძლო მათი დაფიქრება იმ პრობლემებზე, რაც მათ არგუმენტებშია. დაი პირველი კითხვა. როცა ამბობ სოციალიზმს, გულისხმობ იმას, რომ მთავრობა, როგორც დანიაში, რაღაცების 60%-ს პარავს. თუ იმას, რომ მთავრობა რაღაცებს ფლობს, რადგან ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა. აბა, რომელი მათგანია? არსებობს კერძო საკუთრება? თუ უბრალოდ უფრო ფართო სოციალური დაცვის მექანიზმები გსურთ? სხვა სიტყვებით რომ თქვათ, გსურთ რომ მთავრობამ დაგიცვათ იმ ბოროტი ცალკეული პირებისა თუ ჯგუფებისგან, რომლებისაც გეშინიათ. ამ გსურთ რომ მომავალში არასდროს გქონდეთ უფლება რაიმეს ფლობდეთ, რადგან ყველაფერი სახელმწიფოს ეკუთვნის და ის აკონტროლებს ყველაფერს, ეს ცოტა სხვა საკითხია. და რა თქმა უნდა გახსოვდეთ რომ სოციალიზმი, რომელსაც ამ ახალგაზრდებს თავს ახვევენ, ნამდვილი სოციალიზმი არ არის. ეს უბრალოდ გადაკეთებული ვერსიაა იმ იდეისა, რომ მოდით ყველანი თანასწორად ვიცხოვროთ, რაც კარგად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში სრულიად უსარგებლოა. შენ და მე ეს ვიცით, მაგრამ ბავშვებმა შეიძლება არ იცოდნენ. პირველი კითხვა. თუ ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მთავრობა რაღაცებს აფინანსებს, მაშინ ჩვენ უკვე სოციალისტური მთავრობა ვართ 1790 წლიდან და ამაზე კამათი დასრულებულია. მაშინ უბრალოდ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერს უნდა მოვეშვათ. უბრალოდ ვამბობთ, კარგი, უნდა ვიკამათოთ გადასახადებებზე და იმაზე, რამდენად დიდი უნდა იყოს ეს სოციალური დაცვის სისტემა. ეს არის ის, რასაც სოციალიზმში გულისხმობთ? თქვენ ამბობთ, რომ სისტემა ჩაწყობილია. მე მოქვს ჩემი საკუთარი მოსაზრებები, რადგან ვფიქრობ, რომ სისტემა ჩაწყობილია, მაგრამ მინდა თქვენგან გავიგო. ვის მიერაა ჩაწყობილი? ვის აბარებთ ამას? ვის აძლევთ გაყალბებულ სისტემას? ვინ აკალბებს მას? და ვინ აპირებს გააუქმოს ეს გაყალბება? ფიქრობ, მთავარი აქ ისაა, რომ როცა ისინი ამბობენ, რომ რაღაცას ებრაელები აკეთებენ, ან ტრამპი, ან ერიკა კუკი, ან სხვა სისულელე, რაც კი მოусმენიათ, შენ იცი, რომ ისინი ცდებიან. ნუ ეცდები დაარწმუნო, რომ ცდებიან. უბრალოდ მიეცი საშუალება, რომ თქვენ რაც უნდათ. საბოლოოდ, ერთ მომენტში შეძლებ კითხომათ, კარგი, ვისთვის არის ხელსაყრელი, რომ შენ ეს გჯეროდეს? რომელი მხარეები არიან, რომელ მხარეებს აძლევს ხელს ის, რომ შენ გონია თითქოს ყველაფერს ებრაელები აკონტროლებენ. იქნებ ეს ებრაელთმოდულეები არიან. იქნებ ეს ის ხალხია, ვინც ცდილობს შემოიჭრას და შენი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. ეს მოგვიანებით მოხდება, როცა ისინი თავად დაიცვებენ ამ კითხვების დასმას, მაგრამ არ უნდა მოახვიო მათ შენი აზრი. უბრალოდ მიეცი საშუალება თვითონ დაიწყონ ამაზე ფიქრი. ეს როგორ მუშაობს? ამბობ, რომ სოციალიზმის მომხრე ხარ. კარგი. დღეს ერთი პულის ფასი რამდენია? დაახლოებით. ზუსტი რიცხვი არ ჭირდება. ეს არ არის, არც ცდილობ რომ შეგრცხვეს. პულის ფასიც კი არ იცი. რა ღირს ერთი პური დღეს, ან რამე მსგავსი. რა ღირს? ეხლა მითხარი იმ ადამიანის სახელი, ვინც ეს ფასი დაადგინა. ვინ წყვეტს პურის ფასს? ვინმე? ერთი სახელი, კომპანია, ნებისმიერი ადამიანი. თუ არავინ ადგენს პურის გლობალურ ფასს, მაშინ როგორ დგინდება ის? და როგორ მოხდა რომ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში მისი ფასი ყოველ დღე, ყველა მაღაზიაში დაახლოებით სწორი იყო? იცი რა იწვევს პურის ფასის ზრდას? დაფიქრებულ ხარ ინფლაციაზე? რა არის ინფლაცია? ეს კითხვები დააფიქრებს თქვენ შვილს, რომ მეტი კვლევა და დაგურობა სჭირდება. თავარი აქ ის კი არ არის, რომ ერთ საუბარში დაარწმუნოთ ისინი. მიზანი ისაა, რომ დააფიქროთ ისინი იმაზე, რომ მოიცა ეს წუთით მე არ ვიცი. არ ვიცი როგორ უპასუხო ამ კითხვას. რატომ არ ვიცი როგორ უპასუხო? ეხლა თუ სამწუხაროდ თქვენ შვილს ძალიან დაბალი ინტელექტი აქვს, ისინი უბრალოდ გაბაბრაზდებიან თქვენზე იმის გამო, რომ რაღაცა ისეთი კითხეთ, რომ თავი უხერხულად იგრძნონ. მაგრამ თუ მათ მართლაც აქვთ საღი აზრი და თქვენთან გარკვეული ნდობა და პატივისცემა, მაშინ შეიძლება ეს კითხვები მართლაც დაინტერესებთ. ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნებიან თავდაცვითი პოზიციაზე თქვენს მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ საუბარში არ აღელდებიან. მაგრამ გსურთ დაიწყოთ მათში იმ თვისებების ჩანერგვა, რომლებიც დააფიქრებინებს საკუთარ თავს. რა გამომრჩა აქ? რატო არ ვიცი, როცა ისინი ლაპარაკობენ შენახვაზე, რატო არ ვიცი, როგორ ყალიბდება პურის ფასი. ეს მართლაც უცნაურია, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცი. შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო დაეუფლა წარმოების საშუალებებს და ღარიბები გებს ღარიბები გამდიდრდნენ. და მე არ ვცდილობ ვიყოს ასაცილო. მინდა მაგალითი. ვივიდებ საუკეთესო მაგალითსაც კი რაც გაქვთ. მაგრამ სად არის ეს ადგილი, სადაც ღარიბები გამდიდრდნენ? მოდით ამას ჩაუღრმავდეთ. როდესაც მთავრობა ირებს კონტროლს და ცდილობს მართვას, ეს ნამდვილად ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება გსურთ.
დიახ, რა თქმა უნდა, ეს აჩარებს მდიდრებს, რომ ძალიან მდიდრები გახდნენ. მშვენიერია. ეს უბრალოდ ბრალდებების თამაშია, მაგრამ ღარიბებს არ ამდიდრებს. ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეუბნებიან, რომ ეს არის გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, ვინც ღარიბია. და გახსოვდეთ, ამ ყველაფრის გულში მათი შიშია, რომ ისინი ყოველთვის ღარიბები იქნებიან, რომ სწორედ ისინი იქნებიან ის ადამიანები, ვინც ამ ბოროტი მთავრობებისგან დაზარალდებიან. და რასაც თქვენ ცდილობთ აჩვენოთ მათ, არის ის, რომ მოიცადეთ, მთავრობები შეიძლება კიდევ უფრო ბოროტები იყვნენ, ვიდრე თქვენ გითხრეს. უბრალოდ არა იმ გზით, როგორც თქვენ გჯერათ. როცა საზღვარი იღება, ნებისმიერი საზღვარი, ნებისმიერ ათწლეულში, ამ ქვეყანაში რომელი მიმართულებით გარბიან ადამიანები. ვინაა შენაკადელი და რომელი მიმართულებით იყო იარაღები მიმართული? ეს მართლაც საინტერესო კითხვაა. რომელი მიმართულებით გარბიან ადამიანები? რატომ ცდილობთ ასე ძალიან, რომ ეს ადამიანები არ გააძევონ თქვენი ქვეყნიდან? რატომ უნდათ მათ თქვენს ქვეყანაში მოსვლა? შეიძლება თქვენი ქვეყანა უკეთესია, ვიდრე თქვენთვის უთქვამთ? ეს ძალიან კარგია. ვიცი რომ საქმეები ცუდადაა. ასეა. და ამას არ უარყოფ. ასეა. მაგრამ მინდა ვნახო, გვაქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა. გირჩევნიათ იყოთ ღარიბი დღეს თუ მდიდარი 1900 წელს. სხვათა შორის თქვენგან ევცაქს ანტიბიოტიკები, მეორეს კი არა. გირჩევნიათ იყოთ ღარიბი აქ თუ ღარიბი აფრიკაში. ნახეთ, სცადეთ და გაახსენეთ მათ, რომ ამ კითხვებით ვარჩვენებთ, რომ მოიცადეთ. იქნებ ეს ჩემი ქვეყანა ყველაზე ცუდია. იქნებ ეს სიმართლე არ არის. იქნებ ეს საერთოდ არ არის ის, რასაც მე სინამდვილეში ვფიქრებ. იქნებ უბრალოდ ვიმეორებ სხვის ნაკარნახევ თეზებს, რომელთა გამეორებაც მანიპულაციით მაიძულეს. თუ მე და შენ ორივე შევთანხმდებით, ორივე გავაკეთებთ გაცვლას. მე შევდივარ შენს მაღაზიაში, ვაკეთებთ გაცვლას და ორივე ბედნიერები გავდივართ. ვინ დაზარალ? ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ღირს შენი შრომა. გინდა, ეს იყო შენ და ის ვინც გიხდის თუ მესამე კაცი, რომელსაც ჯარი ჰგავს, რომელსაც არც ერთი თქვენგანი არ იცნობს. დაუსვიას კითხვები შენ შვილებს და უბრალოდ სცადე გქონდეს რაციონალური საუბარი და მოусმინე მათ. ნუ ეცდები რამე ასწავლო, მოусმინე მათ. დაუსვი კითხვები და მოусმინე. ეს არის მთავარი საკითხი. მოусმინე მათ. ნუ მოახვევ შენ შეხედულებას. თქვენ ვიცით რომ არსებობს შანსი რომ ალბათ მართალი ხარ, მაგრამ შენ შვილს არ უნდა მოისმინოს რომ მართალი ხარ და შენ შვილს არ უნდა აღიაროს რომ მართალი ხარ. განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი გაბრაზებულები და განისხებულები არიან სისტემაზე. რაც გჭირდება არის ის რომ მათ ნელ-ნელა თავად გააცნობიერონ რომ შეიძლება შეცდნენ და შეძლონ ეს პროცესი თავდაბლობით გაიარონ. ბოლოს რაც ატარება უშუნდა არის იმის თქმა რომ ყველაფერში რაზეც თქვენთან ვიჩხუბე მე ვწდებოდი და თქვენ მართალი იყავით და ბოდიშს ვიხდი. ასე არ იქცევიან ბავშვები, მათ აქვთ სიამაყე და ეგო. ამიტომაც არ გინდა რომ კუთხეში მიიმსკუდიო ისინი ისე რომ მხოლოდ იმის გამო რომ შენ შენს წინააღმდეგ წავიდნენ, უარი თქვან სიმართლის აღიარებაზე. ეს ყველაზე ცუდია რაც შეგიძლია გააკეთო, მაგრამ თუ მოусმენ მათ და მისცემ საშუალებას რომ თავად მიხვდნენ რომ რაღაცა არასწორადაა, ეს აზრი შეიძლება მომავალში ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. კიდევ ერთხელ, ნუ იკამათებ. შენი მიზანია გქონდეს რაციონალური, გონივრული საუბარი, რომ გაიგოს სად არიან ისინი და შეძლო გაიგო, ჯერ კიდევ შეუძლიათ თუ არა ფიქრი. შეგიძლია შეეწინააღმდეგო და უთხრა, დაფიქრებულ ხარ ამაზე. ან, როცა კითხულობ, ეს უფრო კი საბაზისო კითხვაა მათ პასუხზე. როცა ამას ამბობ, ცდილობ უბრალოდ მინდა გავიგო, გულისხმობ X, Y და Z. ეს საუბარი თქვენ შვილებთან გამართეთ და შემდეგ ამ კვირაში მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. დამირეკეთ და მომიყევით, რა მოხდა ამ საუბრის შემდეგ თქვენ შვილებთან. უბრალოდ დაუსვით ეს კითხვები. ეს ძალიან მომწონს, რადგან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რამდენი პრობლემური რამ გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ კონკრეტული რაღაცები გვჭირდება, რომ დაგვეხმაროს. ადამიანების უკიდურესობიდან დაბრუნება, მათთვის იმის ჩვენება და მუდმივად შეხსენება, რომ შეიძლება ის, რასაც ისინი ფიქრობენ, არ იყოს სწორი. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ მართალი, არამედ იმიტომ, რომ თავად მიხვდნენ ამას. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ გვეცადოთ, შევიდანოთ ცვლილება იდეოლოგიური დამუშავების, მანიპულაციისა და კულტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ალბათ ვიცით რომ როცა ვინმე კულტის წევრია თუ მიხვიდეთ და უთხრათ რომ არ უნდა იყო ამ კულტის ნაწილი, ეს არ იმუშავებს. მაგრამ თუ შეახსენებთ, რა შეიძლება აკლდეთ ამ კულტში ყოფნით, ეს შეიძლება მართლაც შეცვალოს რამე. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.